ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoG, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. წერის ნაკბენის შემდეგ განვითარებულ გართულებებზე და ინფექციური დაავადების რისკებზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად, შემოგვიერთდა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი. მოგესალმებით ოთარ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. რადგან აქტიური პერიოდია და შესაბამისად ყველას გვაინტერესებს, ხო თქვენ უნდა შეგვაიარაღოთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია წერის ნაკბენებთან დაკავშირებით, რა ტიპის გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ წერის ნაკბენმა და რა რისკები არსებობს ინფექციური დაავადებების. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მისალმები რადიოს უნარებს. და დავიწყოთ იმით, რომ რა თქმა უნდა ამჟამად არის აქტიური სეზონი, როდესაც წერები უკვე აქტიურად გადაადგილდებიან, მრავლდებიან და შესაბამისად ისინი ასევე ესხმიან თავს სხვადასხვა ადამიანებს და ასევე ცხოველებსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმ შემთხვევებზე, როდესაც ჩვენ მეტად უნდა ვიცოდეთ უსაფრთხოების რისკები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მწერის ნაკბენი შეიძლება იყოს სხვადასხვა რისკების შემცველი, მათ შორის ალერგიის, ეს ზოგადი თემაა, თქვათ, რა თქმა უნდა, ნებისმიერმა მწერმა შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ამაზე მეტად სახიფათო მდგომარეობებით შეიძლება დადგეს. უფრო მეტად ინფექციური დაავადებები. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის, რომ საქართველოში გარკვეული ინფექციები საბედნიეროდ არ გვაქვს, გარკვეული მაგალითად კოღოსთან დაკავშირებით ხშირია ხოლმე, ყველაზე ხშირი კოღოს კბენაა, მაინც საფულის განმავლობაში ალბათ და ყველას გვაწუხებს სიცოცხლეს რო გვიმწარებს ხოლმე. ყველას გვაწუხებს პრობლემა და ყველაზე მეტად ალბათ თქვათ ამის გვეშინია, თუმცა საბედნიეროდ საქართველოში მალარია უკვე დიდი ხნის დამარცხებულია და ეს ოფიციალურად აღიარებულია, რაც ძალიან დიდი დამსახურებაა ქართული ჯანდაცვის სამსახურების და რა თქმა უნდა, თქვათ ამ ფრენლი რისკები ნაკლები გვაქვს. რაც შეეხება სხვა საფრთხეებს, ყველაზე მეტი საფრთხის მომტანი მაინც რჩება ტკიპები. რომლებიც საფულში ყველაზე მეტად მიგრირებენ და თავს ესხმიან როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველებს და რისკი შეიძლება გამოიწვიონ როგორც ცხოველისთვის, ასევე ადამიანისთვის და ისინი თვითონ არიან დაავადებულები, ანუ ინფიცირებულ ადამიანს ან ცხოველს უყურებენ, მაშინ ხდებიან გადამტანი ინფექცია. მოდით ახლა ვისაუბროთ უფრო ცლად, აი რატომ არიან საშიშები, ჩვენ ეთერს მიღმა ვიდრე შევიდოდით ეთერში ვისაუბრეთ ამ საკითხზე, რატომ არის თქვა ყველაზე მეტად საშიში და რას უნდა მივაქციოთ ამ დროს ყურადღება, იმიტომ რომ არსებობს თქვათ გარკვეული გამოცდილება, რომელიც ზიარდება, თქვათ ტკიპის შემთხვევაში კონკრეტული ქმედების, მაგრამ მალევეა ხოლმე კონკრეტული სამედიცინო პერსონალის უარყოფა, რომ ასეთი ქმედება არ შეიძლება. თქვენ გაგვარკვიეთ, ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ტკიპა აღმოჩნდება ჩვენს სხეულზე. პირდაპირ ამით დავიწყოთ მაშინ, ანუ და შემდეგ ვისაუბროთ როგორ არ აღმოჩნდეს. ესე იგი, როდესაც ანუ უკვე შევნიშნეთ, რომ ეს მწერი ჩვენს სხეულზე არის, რა თქმა უნდა, თუ ის ჯერ კიდევ გადაადგილდება, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მას ჯერ ჩვენთვის არ უკბენია. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მისი უშუალოდ მოშორება. რაც შეიძლება სწრაფად თქვათ, მისი მოშორება, როცა ჯერ კიდევ არ არის ჩამჯდარი კანში. თუ დავინახეთ, რომ შევამჩნიეთ, რომ ის უკვე ნაკბენი განვითარდა და ის კანში არის ჩამჯდარი, ესე ახასიათებს მას, მის სხეულის მხოლოდ ნაწილს შეიძლება ვხედავდეთ. შესაბამისად, ანუ თუ მცირე ზომის არის უმეტესად, ეს მისი ამოღება ხდება სწორი გზა, ეს არის სამედიცინო პინცეტი, ანუ ზოგადად პინცეტი, უფრო მეტად სამედიცინო პინცეტის მას შესაბამისი კბილები აქვს. მისი დახმარებით ხდება ჩაჭიდება და მოტრიალება. 360 გრადუსით ეს სრული წრე უნდა გააკეთოს, ასე ვთქვათ, რათა მისი ხორთუმი, რომელიც ღრმად არის ჩამჯდარი, ამოვიდეს სხეულიდან და შემდგომ ამოქაჩვით მთლიანად ამოძვრება. რა თქმა უნდა, აქ რისკები ძალიან მცირე, მაგრამ მაინც არსებობს, რომ მისი ნაწილი ზოგჯერ იმდენად ღრმად იყოს, რომ დარჩეს სხეულში და აი ეს შეიძლება გახდეს შემდგომში ინფექციის წყარო. ეს თვითონ საუბრობთ ზოგადად მოშორების ტექნიკაზე. მაგრამ ეხლა თუ უშუალოდ ვისაუბრებთ, რა დაავადება შეიძლება გადაიტანოს, ამაზე თქვათ უფრო ფართოდ მოგვიწევს საუბარი. თუ მან უკვე მოასწრო კბენა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ, ყველა კბე ინფიცირებულია, ისინი როგორც ადამიანებს ზოგს აქვს დაავადება და ზოგს არა, თვითონაც ინფიცირდებიან სხვა ორგანიზმებისგან, ან სხვა ადამიანისგან, ან ცხოველისგან, რომელსაც მათ უგმენია ძირითადად მღრღნელებისგან შეიძლება მსხვილფეხა საქონელის რქოსანი ცხოველისაგან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რისკები არის, რომ მათ ინფექცია გადაიტანონ და აქ არის რამდენიმე ინფექცია, რომელიც საქართველოში არის გავრცელებული და ტკიპებთან დაკავშირებული. ეს არის ეგრეთ წოდებული ლაიმას დაავადება, ანუ ბორელიოზი, რომელიც ხასიათდება სპეციფიური მახასიათებლებით. ანუ პირველად ნაკბენის ადგილზე არის სიწითლე,
რომელიც ამდენიმე პერიოდის რაღაც პერიოდის განმავლობაში ამდენიმე დღეში გარშემო იკეთებს დამატებით წითელ გოლს, შუაში თეთრი ადგილი და შემდგომ ამას ხარისთვარის ფენომენსაც ეძახიან და ზოგადად ანუ ეს არის ერთ-ერთი ნიშანი ბორელიოზის ყველაზე ხშირი, თუმცა შეიძლება ეს არც გამოვლინდეს და ამ დროს, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი არის ხოლმე ასევე კლინიკური გამოვლინება დაავადების, ტემპერატურა, თქვა სხვადასხვა ზოგადი სისუსტე და სხვა სიმპტომები, რომლებიც რა თქმა უნდა დროულ მკურნალობას და ზედამხედველობას მოითხოვს სამედიცინო პერსონალისგან, საბედნიეროდ ანტიბიოტიკებით ეს საკმაოდ ადრე თქვათ ინკურნება ეს დაავადება თუ დროულად მიმართავთ სამედიცინო. მეორე დაავადება ეს გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ასევე ტკიპის მიერ დაავადებაა, გადაახვთ ტკიპებს და საქართველოს საკმაოდ გავრცელებულია, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, ქართლის ზოგიერთ რაიონში და შესაბამისად მეტი ყურადღება გვმართებთ ამ დაავადების მიმართ. და აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აი ხაზი მინდა გავუსვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბორელიოზის დროს შეიძლება ცოტა აღვიანდეს კიდევაც და ისეთი შეიძლება დიდი არაფერი გართულება არ მივიღოთ რამდენიმე დღის. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. განსაკუთრებით თუ ბორელიოზის ყირიმ-კონგოთი დაავადებული ტკიპის ნაკმენზებობს ეჭვი, იმიტომ რომ ეს არის ჰემორაგიული ცხელება, ნიშნავს რომ სისხლმდინარე ცხელება, ანუ სისხლძარღვების დაზიანება და სისხლდენები შეიძლება დაეწყოს ადამიანს. ამას ახასთან ახლავს თქმა უნდა ძლიერი ზოგადი თქვათ სიმპტომები, ტემპერატურა, ტკივილი, კუნთების ტკივილი და შინაგანი ორგანოების თქვათ გართულებები და თუ ასეთი თქვათ შემთხვევა გვაქვს თუნდაც ეჭვით მაინც რომ ამ რეგიონში მოხდა ჩვენი დაკვენა ტკიპის მიერ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით დროულად უნდა მოხდეს მიმართვა, იმიტომ რომ საათებსაც კი ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს და სამწუხაროდ საქართველოში რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად და ჩვენ მქონია შემთხვევები, როცა ახალგაზრდებიც კი აი ამ დაავადების გართულებებით და დაგვიანებული გამოვლენის გამო თქვათ შემდგომ ვეღარ დავხმარებივართ მათ, მაგრამ საქართველოში ანუ ჩვენ ზოგადი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალიან ეფექტურად და დროულად რეაგირების შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგი ციფრები გვაქვს. თანაც სოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ამ დაავადებით გამოწვეული გართულებები და მერე სიკვდილობა დაახლოებით 50%-მდე შეიძლება მეტიც იყოს და ჩვენთან არის 10%-ზე ნაკლები. რაც ერთ-ერთი დამსახურებაა ჩვენი ცენტრის, თემიზაციური სახელობის ინფექციური პათოლოგიის ცენტრის და ჩვენი სხვა სამედიცინო დაწესებულებების განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო წლებში გაიზარდა ცნობადობა ექიმების მიერ ამ დაავადების სიმპტომების და დროული დიაგნოსტიკაში ეს ძალიან გვეხმარება. და კიდევ ერთი საკითხი მინდა ჩავშალოთ ამ თემასთან დაკავშირებით. კარგია თუ ყურს მიუგდებთ თქვათ სხეულის ენას და თქვათ კონკრეტული გამოვლინებები ექნება ამ პრობლემას, მაგრამ შეიძლება თქვათ წარიმართოს პროცესი ისე, რომ ეს გამოვლინებები არ გამოიხატებოდეს მკვეთრად და შესაბამისად რაღაცნაირად ყურადღება არ მივაქციოთ. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ თუ სხეულზე ვთქვათ კონკრეტული ტიპა გვაქვს და ის გადაადგილდება, ესე იგი არ უკბენია. აი, როდის უნდა მივხვდეთ, რომ გვიკბინა მაგალითად? ამის ალბათობა არსებობს 100%-იანი გარანტია თქმა უნდა ვერ ვიზამთ რომ არ უკბენია, მაგრამ ამის ალბათობა რომ მან თქვა ჯერ ვერ მოასწრო კბენა არსებობს. მით უმეტეს თუ ახალი თქვა აი რაღაცა დიდი ხანი არ არის რაც ვიყავით ბუნებაში პოტენციურად, სადაც ეს თქვა წელი შეიძლება აწუწებული იყოს ჩვენს ორგანიზმზე, ხო? და რაც შეეხება მას კითხვას რომ ანუ როდის უნდა მივაქციოთ და როგორ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება ხო? თუ განსაკუთრებული გამოვლენა არ აქვს. ანუ პირველ რიგში ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ რისკებთან დაკავშირებით. თუ ვიცით რომ ასეთი ფაქტი შევამჩნიეთ, რა თქმა უნდა, მომავალი თქვათ რამდენიმე დღის პირველი 1 კვირის და ჯამში 2 კვირა არის ხოლმე საშუალო ინკუბაციური პერიოდი, თუმცა ბორელიოზის შემთხვევაში შეიძლება 30 დღემდე და მეტიც გაგრძელდეს ცოტა. თქვათ აი ამ დროის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ზოგად ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ეს საკითხი თუ ბავშვებს ეხებათ, ხო? და დავაკვირდეთ ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას. თუ აქ შეინიშნება თქვათ იგივე ამ ნაკმენთან დაკავშირებული გართულება ადგილობრივი ან ზოგადი საერთო თქვათ სისუსტე, ტემპერატურის მატება და სხვა. არ არის აუცილებელი ყოველთვის ძალიან მძიმედ მიმდინარეობდეს ყოველი დაავადება. ზოგჯერ თქვენ მართალია ძალიან რომ ზოგჯერ შეიძლება ჩვენ ეს ვერს ისე კარგად გამოკვეთილეთ არ იყოს და ასეთი განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციოთ. მით უმეტეს ახლა ზოგადად ადამიანს შეიძლება პერიოდულად რაღაცეები აწუხებს, ხო, თქვათ ტემპერატურაც შეიძლება მოიმატოს რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ ამ დროს მეტი ყურადღება გვმართებს და თუ ასეთი სიმპტომები შეგვიძლია, ჯობია დამატებით ვინერვიულოთ, ასე ვთქვათ, დამატებით მიმართოთ ინფექციონის და სამედიცინო დაწესებულებას, ვიდრე აი სიმპტომები გავატაროთ და შემდგომ გართულდეს, იმიტომ რომ შემდგომი რაც უფრო გვიანდება ზოგადად ინფექციური და ნებისმიერ სხვა დაავადებას პრინციპში ასეა, დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შემთხვევაში, თუ გვიანდება მერე უფრო თქვათ რთულია ხოლმე მკურნალობა და გართულებები უფრო იმატებს.
ამიტომ მეტი ყურადღება თქვენ როგორც ვთანეთ ნამდვილად არსებული რეალობის გათვალისწინებით, ხა თქვენ ჩემზე უკეთ იცით, ბუნებრივია, როდესაც კონკრეტულ ადგილს ვირჩევთ დასასვენებლად, რა დამატებითი რჩევები შეგვიძლია გავითვალისწინოთ, თქვათ თუ მივდივართ აღმოსავლეთში ან დასავლეთში, რა ტიპის პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თქვათ თუ სოფლად ვართ და კონკრეტული ფაქტის წინაშე აღმოჩნდით, მშობელმა რა უნდა გააკეთოს, აი ესეც რომ ავხსნათ. კი ბატონო, ანუ ზოგადად რა თქმა უნდა, ხა საფხულია და თბილისში გაჩერება და ზოგადად ქალაქში გაჩერება ამ პერიოდში მით უმეტეს ბავშვებისთვის თითქმის წარმოუდგენელი და ძალიან რთულია და შეპირველი შესაძლებლობისთანავე ყველა ვცდილობთ, რომ თქვათ ბავშვები შესაბამის შედარებით გრილი და სოფლის ან ასეთი ტყიან ადგილებში გავიყვანოთ ან სხვას. ხო, ანუ ამასთან დაკავშირებით თავარი ზოგადი რეკომენდაცია არის, რომ გამოვიჩინოთ სიფრთხილე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი შვილი ალერგიულია, ამ მხრივ უნდა ვიყოთ მომზადებული, ალერგოლოგთან შესაბამისი კონსულტაციის და შესაბამისი საშუალებების გამოყენებით. რაც შეეხება, თქვათ, უსაფრთხოებას მწერებისგან თავდაცვის კუთხით. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვაქვს საკუთარი ადგილი, სადაც შეგვიძლია წინასწარ ღონისძიებები გავატაროთ, შეგვიძლია, თქვათ, მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით დავამუშავოთ ეს არე და შესაბამისად რისკები ნაკლები იქნება. ასევე შინაური ცხოველები თუ გვყავს, ძაღლი, თქვათ, ან მსხვილი ხარკოსანი ნებისმიერი სხვა ცხოველის სახში, მათი მოვლაც უნდა იყოს შესაბამისი, რომ ისინი წარმოადგენენ ხშირად ინფექციის წყაროს და ჩვენ ახლა ტკიპის მხრივ ვისაუბრეთ, თორემ ზოგ შემთხვევაში, თქვათ, იგივე ყირიმგონგოს შემთხვევაში პირდაპირ ცხოველისგანაც შეიძლება, თქვათ, უშუალოდ კონტაქტის განსაკუთრებით ცხოველის დამუშავების პროცესში შეიძლება მოხდეს გადაცემა. ასევე ძალიან ხშირია სამწუხაროდ შემთხვევები, ჩვენ რასაც ვუყურებთ, რომ ჩვენ პრაქტიკაში და ზოგადად მსოფლიოში არსებული დადურეთ, რომ ადამიანები, როდესაც არ იცავენ წესებს, ამ მწერების მოშორებისას, იგივე ცხოველებიდან ზოგჯერ ხშირად სწორედ ამ დროს ავადდებიან. ან ვიღაცა ხელით აშორებს ტკიპას, მაგალითად ცხოველს და ხელით ზოგჯერ გასწრესავენ ხოლმე მას. ეს არის ანუ ძალიან ცუდი მომენტი. ძალიან არასასურველი საქციელი, ასე ვთქვათ, რისკის მხრივ, იმიტომ რომ ეს ზრდის, თუ ის ტკიპა ინფიცირებულია, ეს ზრდის იმის რისკს, რომ დაიმფიცირდეს და ჩვენ ძალიან ბევრი პაციენტი ყავდა, რომელიც სწორედ ასეთი გზით დაიმფიცირდნენ. ამიტომ აქ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით. და რა თქმა უნდა, კიდევ დამატებით ის, რომ თუ გავდივართ ღია არეალზე, ვთქვათ, ლაშქრობა იქნება ეს თუ სხვა ტერიტორია, ვეცადოთ რომ ჩავიცვათ გრძელი დახურული ტანისამოსი, მაქსიმალურად განსაკუთრებით ფეხებზე და ქვედა კიდურების მიდამოში და ტყეში თუ გვიწევს სიარული, დახურული კაპუშონი ან ფართო ქუდი, სადაც შეიძლება ვთქვათ მცენარეებიდან ჩამოვარდეს ეს წელი და დაგვეცეს და იქიდან შეძრეს კანში და ანუ არ უნდა მიცეთ საშუალება რომ კანამდე მიაღწიოს და ასევე აუცილებლად დავათვალიეროთ სახში დაბრუნებისას ბავშვების და დიდებმა, ანუ სხეულის დათვალიერება უნდა მოხდეს, რომ თუ იქ ტკიპა გადაადგილდება, იმიტომ რომ როგორც წესი რამდენიმე საათი ჭირდება მას ის მოგზაურობს ჩვენ სხეულზე და სანამ იპოვის შესაბამის ადგილს. ყველაზე ძალიან უყვარს ვთქვათ კოჭის მიდამო შედარებით ადვილია ხოლმე იქ იმისთვის ხელმისაწვდომია. შეიძლება ხელებზეც იყოს ან ბუნებრივი ნაოჭების მიდამოებში უფრო კარგად გრძნობს თავს და იქ რო იპოვის შედარებით კარგ ადგილს, სადაც ის შეძლებს უკვე ყარად თქვათ თავის კბენის განხორციელებას, იქ უკვე შეიძლება ერთხელ ორჯერ რამდენჯერ მოგვიკვინოს. როგორც წესი ტკიპები მასე არ გამორჩევენ, რომ ეს ხშირი თავდასხმის უფრო წყლის ახასიათებს, მაგრამ ტკიპებს შედარებით ანუ ის ახასიათებთ, რომ ისინი თუ აი ამ კონკრეტულ ადგილზე კბენას ახერხებენ და მათ ხელი არაფერმა შეუშალა, შემდგომ უფრო ღრმად ჩადიან და იწყებენ სისხლის ამოღებას, თქვათ, გახდენენ თავის ხორთუმის ღრმად შეყვანას და სისხლის ამოწოვას ახდენენ. აი თუ არ მოხდა მისი ამოყვანა, მოცილება რა ხდება? რაღაც პერიოდის შემდგომ ის თვითონ მოცილდება, როდესაც უკვე თქვათ საკმარისად მიიღებს საკვებს და თუ ინფიცირებული არ არის, უბრალოდ დაგვრჩება პატარა ნაკბენი. არაფერი თქვათ შეიძლება არ მოხდეს. როგორც ცხოველებზე შეიძლება გვინახავს ეს, თქვათ აი ასეთი მსგავსი ფაქტი შეიძლება. როგორც ხვდები მე, მნიშვნელოვანია იმ ადგილზე, სადაც მივდივართ, ვიცოდეთ წინასწარ თქვათ გავაკეთოთ ერთგვარი მენეჯმენტი, სწორად დავგეგმოთ, მაგალითად ზღვაზე როგორ უნდა მოვიქცეთ, მთაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ნუ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კონკრეტული თქვათ ტერიტორიები გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება, მაგალითად ახლა ფოთში კოღოები ალბათ ყველაზე მეტია და შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ ეს. კიდევ რა დამატებითი რეკომენდაციები შეგიძლიათ მოგცეთ, როდესაც თქვათ ზღვაზე მივდივართ ან მთაში ბუნებაში ტყესთან გვიწევს ურთიერთობა.
ზოგადად ანუ მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ ამ წერებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეს საკითხია, რომ ანუ თუ იქ იმ პოტენციალურად ინფიცირებული მწერები არიან, ასევე სიფრთხილე გამოვიჩინოთ დაგუბებული, ეგრეთ წოდებული დაგუბებული წყლებთან, გუბეს რასაც ვეძახით, ანუ ასეთ წყალთან ურთიერთობისას ან ასეთი ზოგიერთ საბანაოდ თუ დიდი მოცულობის არის საბანაოდ მის გამოყენება. იმიტომ რომ პოტენციურად ამ ორი ჩვენი დასახელებული დაავადების გარდა კიდევ არსებობს ესეთი დაავადება ტულარემია, რომელიც ასევე შეიძლება ტკიპის მიერ და შეიძლება ვთქვათ იმ დაავადებული მღრღნელების ან სხვა ცხოველების მიერ დაბინძურებული წყლით ან უშუალოდ ამ ვთქვათ წყლის წვეთების შესუთქვით ან აი უშუალოდ ცხოველთან შეხებისას, სადაც შეიძლება გადავიდეს, რომელიც ასევე საკმაოდ რთული დაავადება და ასეთ ადგილებსაც, ასეთ წყლებსაც უნდა მოვერიდოთ უშუალოდ მასთან შეხებას და ვთქვათ რა თქმა უნდა სასმელად გამოყენებას არავის არ ურჩევთ და თუ დარწმუნებული არ ვართ რომ ვთქვათ ის უკვე გამოიყენება იქ ადგილობრივი მცხოვრებლების ან შედარებით უსაფრთხოა ეს ტერიტორია ხო მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ აუცილებლად, იმიტომ რომ პოტენციურად რისკები არსებობს, რომ ასეთ ადგილებთან შეხება ქონდეს დაავადებულ ცხოველებს. რა თქმა უნდა, საქართველოში ხა ძალიან მაღალი გავრცელების არ არის ეს დაავადებები, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია და დიდი ყურადღება გვმართებს, იმიტომ რომ მძიმე დაავადებებთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებით ყირიმ პონგოზე როცა ვისაუბრეთ, ერთ-ერთი სერიოზული დაავადება და მინდა რომ ცნობადობა მაქსიმალურად გავზარდოთ და ეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ თქვენს ვთქვათ რადიოს ამისთვის რომ ამას ინტერესი გაქვთ და ჩართულობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მოსახლეობის ცნობადობა ზოგადად ცოდნის მიღება ეს ის სამსახურ ხარ შეიარაღებული მზად ხარ იცი როგორ მოიქცე რას მიაქციო ყურადღება და აი სწორედ ეს რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული მაქსიმალურად რომ მე საფრთხე გამოჩინო ასე ხშირია ხოლმე შემთხვევა როდესაც ბავშვები ჭყი კედელაობენ და უცებ ან თქვა ბზიკი ან ფუტკარი უკბენთ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ რამდენი საშიშია თუ ალერგიულ ბავშვთან გვაქვს საქმე, წინასწარ ალბათ მშობელმა უმეტესად იცის და შესაბამისად აღჭურვილი არის. სხვა შემთხვევაში მოგვიწევს იქ თქვათ ნაკბენზე შესაბამისად შემდგომ ცივის დადება, ცოტა ხანი ბავშვი ტირილის მოსმენა, ტკივილ გამაყუჩებლის მიცემა, რაც რაღაც პერიოდის შემდგომ, რა თქმა უნდა, თქვათ თავისით ალაგდება და დიდ საფრთხეს თქვათ აქედან, რა თქმა უნდა, თუ მრავლობით მასიური თავდასხმა არ არის და მასიურად მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ესეთ ადგილებს, სადაც ასეთი მწერები შეიძლება ცხოვრობდნენ. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი სოფელში თქვათ სახლი თუ დაკეტილია და ჩადიხარ, შეიძლება შეახვდეს ასეთი. ამას ძალიან დიდი სიფრთხე ბავშვები იქ არ უნდა გავაყაროთ უბრალოდ აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ იგივე ის ნექტარი როგორ უნდა ამოვიღოთ თქვათ რას ვაკეთებთ ხოლმე როგორც წესი ხალხური მიდგომა ვიცით ყველამ ძალიან კარგად თქვათ არ უნდა დავტოვოთ და სხვადასხვა ბასრის საშუალება არის იმისთვის რომ თქვათ ეს ამოიღო მაგრამ უკეთეს საშუალება როგორც წესი მწერებიდან ნექტარს ანუ ამ ნესტარს რომელიც ტოვებს ეს არის ფუტკარი ხო ანუ ფუტკრის ნაკბენია ხოლმე რომ ფუტკარი ნესტარს ტოვებს სხვა მწერები მაგალითად კრაზანა ნესტარს არ ტოვებს პირიქით მას მრავლობითაც შეუძლია თავდასხმის განხორციელება და შეიძლება მრავალი ნაკბენი იქ უახლოეს ტერიტორიაზე აღნიშნებოდეს და ის ნესტარს არ ტოვებს ანუ თუ ფუტკარმა უგბენა რაც ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მაქსიმალურად თხილად უნდა მოხდეს ან პინცეტით ან უბრალოდ დანის წვერის გასმით უნდა მოხდეს მისი ამოგდება რომ ის აგრძელებს ანუ რაღაც პერიოდი ცოცხალია და აგრძელებს ის ჯირკვალი შეკუმშვას და შხამის ჩაშვებას ასე ვთქვათ იმ კონკრეტულ ადგილზე და ამის თავიდან მოშორება და რისკის შემცირება უნდა მოვახდინოთ რაც შეეხება ვთქვათ სხვა მწერების შემთხვევაში რა თქმა უნდა ადგილობრივად ცივის გამოყენება ზოგადი რეკომენდაციები და თუ ალერგიულობის შემთხვევაში მშობლებს ამაზე წინასწარ უნდა ქონდეთ ალერგოლოგისგან რეკომენდაცია რა შეიძლება ხა ხშირად არის ხოლმე გავრცელებული რაღაც სხვადასხვა მედიკამენტს არ მინდა დავასახელო სხვადასხვა მედიკამენტებს ეს თვითნებურად მიცემა უმჯობესია რომ ქონდეს შესაბამისი კონსულტაციები თუ არა და დროულად მიმართოთ ექიმს რომ არ მოხდეს ალერგიული რეაქციის დაწყება და გართულება თუ ამის რისკები გვაქვს მეტი ყურადღება ასეთ მშობელს ყოველთვის აქვს ხოლმე და იცის ხოლმე და იცის როგორც წესი და აქცევს მასაკუთრებულ ყურადღებას ეს ყველა შემაწუხებელი ალბათ დამეთანხმება ჩემი მსვენელიც რომ ზაფხულზე არის კოღო ნუ ნესტიან ადგილებში განსაკუთრებით დიდი პოპულაციით არის წარმოდგენილი და შესაბამისად გვიტევს თუ ასეთ ადგილებში აღმოჩნდით როგორ უნდა შევიარაღდეთ თქვათ უამრავი საშუალება არსებობს გარკვეული მოწყობილობები ასევე არსებობს დეოდორანტი რომელსაც თქვათ გამოიყენებ ეს რამდენად უსაფრთხოა და როგორ ღირს თქვათ მისი სწორად გამოყენება ასევე თუ არსებობს ალტერნატიული საშუალებები ხა ოჯახში რაც შეიძლება თქვათ იგივე ძმარი მსმენია ხო რაღაცა აკლის ფოთლები მე მგონი კიდე თუ არ ვწდები აი რა საშუალებები არსებობს რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად გავერიდოთ უბრალოდ ჩვენ გაგვერიდონ კოღოები პირველ რიგში ალბათ იმით უნდა დავიწყოთ რომ
ასეთი ადგილი თუ ჩვენი საკუთარი ადგილია და მასზე კონტროლი ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით დამუშავება. მეორე ნაბიჯი არის აუცილებლად უნდა გავაქროთ ყველა შესაძლო დაგუბებული წყლის რეზერვუარი, თქვათ იგივე თუნდაც პატარა ჭურჭელში დაგუბებული წყალიც კი შეიძლება გარეთ რომელიც დგას სითბოში და გარეთ თუ თბილად 16 გრადუსის მერე კოღოს იწყებს აქტიურობას, თქვათ გამრავლებას და შესაბამისად ანუ მას წყალი ჭირდება იმისთვის რომ გამრავლდეს. იმიტომ რომ კვერცხებს წყალში დებს და რაღაცა სიცოცხლის ციკლს გადის წყალში. შესაბამისად ანუ ასეთი არეები უნდა მაქსიმალურად შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ რამდენადაც ამისი შესაძლებლობა ჩვენ გვეძლევა. შემდეგი რა თქმა უნდა ყველა ის საშუალება რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს და უსაფრთხოა. პირველ რიგში ყოველთვის უნდა შევამოწმოთ. ძალიან ბევრი საშუალებებია სხვადასხვა ბაზარზე, თქვათ, იგივე აფთიაქებში და ასე შემდეგ. უნდა დავრწმუნდეთ რომ მას აწერია რომ ბავშვებისთვის გამოყენება უსაფრთხოა. წარმოებელიც უნდა ვეცადოთ რომ შესაბამისად ცოტა კარგი ქვეყნისა, თქვათ, ესეთი რეკომენდაციებით შევარჩიოთ, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს უსაფრთხოდ, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა მოძლებისთვისაც. და რა თქმა უნდა, ასევე შეიძლება ადგილობრივი რეპელენტების უფრო მივანიჭოთ პრიორიტეტი მცენარეებზე და მცენარეულ თქვათ სახეობებს, მცენარეების ბაზაზე დამზადებულ თქვათ ევკალიპტის ან სხვადასხვა ისეთი მცენარეული საშუალებებია, რომლებიც უსაფრთხოებას მაღალი ნაკლები რისკებით გამოირჩევა და უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და ბავშვებისთვის განსაკუთრებით უსაფრთხოა. აი სულ მაინტერესებდა მეკითხა და ახლა ამ შანსს ვერ გავუშვებ ხელიდან, რომ არ დავსვა ეს შეკითხვა. კონკრეტული აპლიკაციები არსებობს მობილური მოწყობილობებისთვის, რომლებიც გამოყოფენ გარკვეული სიხშირის სიგნალს და ეს აფრთხობს კოღოსო. ნუ ასე ვიცით და რამდენად რეალურია ეს და როგორ მუშაობს. ტელეფონით ხო, ტელეფონზე გამოწერილი აპლიკაციების შესახებ თქმა უნდა არსებობს ამის ინფორმაცია. დიახ, მაგრამ ეს რამდენად ეფექტურია რეალურად გითხრათ, ანუ პრაქტიკაში ამისი გამოცდილება სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს და ამაზე ანუ სანდო მონაცემები არ გვაქვს, შეიძლება მუშაობს და ამაზე ალბათ თქვათ დამატებით შეიძლება რაღაცა კვლევები ჩატარდეს ან ასე შემდეგ, ან თვითონ მომწოდებლის ვენა პირადი გამოცდილებით შეიძლება ვისაუბროთ. აი რაღაცა კონკრეტული სიხშირე აფრთხობს კოღოს, ალბათ. ზოგადად ანუ ეს დადგენილი არის, ხო, როგორც ჩვენ აქვს სიამოვნებს რაღაცა ხმაური, გარკვეული ხმაური არ სიამოვნებს, მაგალითად ძაღლების დასაფრთხობად სპეციალური რაღაცა სათკაცუნო მოწყობილობები და ასე შემდეგ, ხო? თქვათ ასეთი ეს არსებობს, მაგრამ კონკრეტულად ეს აპლიკაციები რამდენად მუშაობს, რამდენად მათ იმედზე ყოფნა შეიძლება, ეს ალბათ უფრო პირადი გამოცდილების საკითხია, ამაზე სამწუხაროდ რეკომენდაციებს მე ვერ მოხსნით. კი ბატონო, და ბოლოს მინდა გკითხოთ, ჩვენ ახლა მშობლები გვისმენენ და იგეგმა თქვათ დასვენების კონკრეტულ ადგილზე გატარება და საშობულებო პერიოდის, შესაბამისად მიყვავს შვილები, რა კონკრეტული მედიკამენტები ან მოწყობილობები უნდა ქონდეს აუცილებლად თან ესეც თქვათ. ალბათ პირველადი დახმარების ჩანთა, რომელიც ანუ ყოველ ოჯახს აქვს როგორც წესი და თქვათ ამზადებთ ხოლმე წინასწარ განსაკუთრებით ბავშვები თუ ყავს. რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახის ექიმთან ან პედიატრთან შეთანხმებით უნდა მოხდეს მისი შევსება და აღჭურვა იმის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვჭირდება, უნდა იყოს ანტიალერგიული საშუალებები, ანტიპირეტიკები, ან ტემპერატურის დამცავი. ზოგადად ანუ თქვათ დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება იყოს, ასევე გარკვეული ლოსიონები, ნაკვენის და ასე ტკივილი გამაყუჩებელი საშუალებები ნაკრებში და რა თქმა უნდა პირველადი ჭრილობის დამუშავების და მოვლის საშუალებები ბავშვებისთვის. ეს იქნება ალბათ ის კომპლექტი, რომელიც მოგცემს პრევენციის შესაძლებლობას, რომ იმ კონკრეტული რისკების გათვალისწინებით, რაც პოტენციურად ჩვენ შეიძლება დაგვიდგეს ასეთ ადგილებში, სადაც სამედიცინო დახმარების უშუალოდ სწრაფი მიღწევა ესე მალე ვერ მოხდება და ექიმთან მიმართვა ასეთ დროს შეიძლება იქნას გამოყენებული. დიდი მადლობა წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ. ოთარ ჩოკოშვილი, თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ასევე ჯანმრთელობა უსურვოთ ჩვენს ვირფას მსმენელს და მაყურებელს და მადლობა გადაუხადოთ დათმობილი დროისთვის.